დასავლური მეინსტრიმი, დასავლური აჯენდა, დასავლური პოლიტიკა საქართველოში იკლავს თავს. ყველამ, ვინც იდიოტი არ არის, გიჟი არ არის, ფულს არ იღებს პირდაპირ, დაინახა, რომ ეს საშინელი ტყუილი ორ პირობა, ორმაგი სტანდარტი, როგორც ჩვენ გვექცევიან, როდესაც მაკრონი სირიის ლიდერს ხდება ელისის სასახლეში და ჩვენზე ამბობს, რომ ჩვენ თურმე ვართ ადამიანის უფლებების დამღებები და იქ სახელმწიფო ღირსებით და პაჩოტით ხდება სირიის ლიდერს, რომლის წარსულიც სხვა შეიძლება ძალიან ჰუმანური კაცი იყო წარსულში, ჩვენ და ეხლაც ეს არის უკვე ზღვარს მიღმა. შეიძლება გვეფიქრა, რომ ვაიმე ჩვენ რა გვეშველებაა, როცა დაგვასანქცირებენ ვიზას მოგვისმენ, მაგრამ მე უკვე მეცინება. არ შეიძლება თამოყარე ერი ოდნავ მაინც ამ ამბავს, რომ ჩვენ დაგასანქცირეს, შეხვდეს რევოლუციით. არა მეუკმაყოფილებით. ამ ამბავს შეხვდება და სახელმწიფოს მიერ გადადგმულ სუვერენიტეტისკენ გადადგმულ ნაბიჯებს შეხვდება ღირსებით და ისე როგორც ადამიანს, კაცს, ქალს, რა ვიცი, ქრისტიანს შეეფერება. ჩვენ რა, იმდენი დიდად გვაწვევიან სიგიჟის ზღვარზე ხდება ეს ყველაფერი. რომ უბრალოდ მე დარწმუნებულია, რომ ის ადამიანების კი რომელსაც ქართული ოცნება არ მოსწონს, ისინიც კი არ დაუჭერენ ამ საბაბით რაღაც არეულობას. კარგით, მოდით ამაზე ვილაპარაკოთ, ანუ ამ აქტზე ეგრეთ წოდებულ მეგობარი აქტი კიდე კაი აღარ არის, თქო. იცი რა შალო, მოდი ასე შევხედოთ რა. მე ბევრჯერ მithkoms ამ ეთერში და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დასავლეთის სიძლიერე ილუზორული იყო რა. იდეაში ანუ მე კი არ ვამბობ, დასავლეთი არ არის ძლიერი, ძალიან ძლიერია. უბრალოდ მისი ინსტრუმენტები ადრე სხვანაირი იყო და ძალიან ხშირად დამყარებული იყო ილუზიაზე, რომ მას რაღაცა შეეძლო. და იმ მომენტში, როდესაც აღმოჩნდა, რომ მას რაღაცები არ შეუძლია, ეს ძალიან ცხადად გამოვირკვა. გამოვირკვა რუსეთ უკრაინის ომში, გამოვირკვა ჩინეთთან მიმართებაში, ანუ ძალიან ბევრ ადგილას გამოვირკვა. გამოვირკვა თვითონ ამერიკაში, გამოვირკვა ევროპაში და გამოვირკვა საქართველოში. იმიტომ რომ ანუ როგორ იყო რა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ალყაში ვყავდით ბალტიისპირელ იდიოტებს. სომხეთში არ გამოვირკვა ფაშინიანი რო იქ არის. სომხეთში ხო იძახდა რომ აი. არა, შევასწავლე, გამოვირკვა. ძალიან დიდი. რატო ჩავიდა? ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ალყაში ვყავდით ბალტიისპირელ იდიოტებს, რომლებიც აქ ჩამოდიოდნენ და საკუთარ პარტნიორს მიხეილ სააკაშვილის გამო ყოველდღიურად გვაყენებდნენ შეურაცხყოფებს. და მთელი ქვეყანა ჩვენ ამის გამო ვიყავით ტრაურში, რომ აი როგორ შეიძლება ვიღაცა რაღაც გიჟიმანტასი და პავილიონების და რაღაც უცნაური გვარებმა როგორ всё, ეხა დაგვერხა, ხო? და აი ჩვენ ვიყავით როგორ იცი, რომ აი რაღაცნაირად აი შეურაცხყოფილებ და ვაიმე უფრო სანამ რაღაც მომენტში არ აღმოჩნდა რომ არა და ოდესაც გამოვირკვა რომ არაფერი არ შეუძლიათ, გაქრენ ეს ტიპები. ეს გიჟიმანტასები და ვიღაცები აღარ არსებობენ. ხო. არა, გაქრენ ყველაზე სასაცილო ის არის რომ პოლიტიკურადაც გაქრა დიდი ნაწილი, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ გადადგნენ ეს სიდებილეები არც მათ ქვეყნებში არ დაუკლიათ მათ. ჩვენს მიმართებაშიც გაქრა და ეს შალვა ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ თქვათ რა რომ დასავლეთს ჯერჯერობით ძალიან სერიოზული ეგზისტენციალური პრობლემები აქვს. და ტრამპი თითქოს კი იყო ამ მის მხსნელი, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ 100 დღიდან გამომდინარე მე თელად ისეთი დარწმუნებული აღარ ვიქნებოდი მის ასკოთ ამ მხსნელობაში როგორც ბევრს გონია. მე ამ ხრივ სკეპტიციზმისკენ მივისწრაფეთ, მაგრამ თავარი რა არის რომ მოდით შევხედოთ ასე. საქართველოში ჩვენს კულტურაში გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ არ გვიყვარს არასამართლიანი მოპყრობა. ანუ შეიძლება ვიღაცებს გონიათ რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ქართველებს არ გვიყვარს უსამართლობა. ჩვენ დასავლეთი როგორც გვექცევა, ეს არის ცალსახიად უსამართლობა. შესაბამისად, ჩვენ ამას ეს არ იმოქმედებს ჩვენ წინამდე ერთ ცირე იმას ვიტყოდი. ერთი რამოდენიმე დღეს წინ ნახე აი ეს კონფორმისტი პროფესორები რო არიან TESEL-ს და იმის რაღაც გრანტებზე რო ზიან რო დებენ ხოლმე რაღაც სტატუსებს საქართველოზე რა. ანუ რა არის რომ საქართველოში ყველა ცდილობს დაგორწმუნოს
რომ ეს მთელი ეს დაუმთავრებელი სანქციები რაღაც შედეგებს გამოიღებს საქართველოზე. 3 წელია გრძელდება. ამ 3 წელიწადში საქართველოს განამტკიცა სუვერენიტეტი, წარმოუდგენელი ეკონომიკური მსდაგვაკ და აღმოაჩინეთ, რომ სახელმწიფო ვართ.